დღეს განვიხილავთ შემდეგ ნაწილს, როგორც ბედის მატრიცაში უწოდებენ კარმის კუდი და როგორც ჩემი დასახელება არის ექსკლუზიური კარმის შალტი, რატო შალტი? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მწარე, ყველაზე მტკივნეული, ყველაზე მძიმე და რახან მძიმეა ყველა ენერგიას კრიზისის დროს, სტრესის დროს მიემართება ამისკენ ენერგია, მაგრამ თუ დამუშავებ, ეს არის ყველაზე ძლიერი გასაღები წარმატებისკენ. რა ჩანს, აი აქ არის, რაზეც ვსაუბრობ, 18:3:12 და აქ ჩანს, რომ წინა ცხოვრებაში, რას გულისხმობ წინა ცხოვრებაში? წინა ცხოვრებაში არ გულისხმობ წარსულს, ადამიანის წარსულს. გულისხმობ ადამიანის წინა რეინკარნაციებს, ანუ დაბადებამდე მის რომელიმე ცხოვრებას და არა აუცილებლად ასე ვთქვათ რიგით ნომერ პირველი წინა რეინკარნაციას და რა წამოიღო დასამუშავებლად. ეს არის ენერგია, რომ და ამბავი იმისა, რომ თქვენ ვის ბედის მატრიცასაც განვიხილავ წინა რეინკარნაციაში ქონდათ რაიმე ფიზიკური დაავადება, შეზღუდულობა, ტრაუმა, უნარი მოკლებული და ეს იყო მთელი თქვენი ცხოვრების ძალიან დიდი ტკივილი. თქვენ გრძნობთ თავს უბედურად, თქვენ ქონდათ შეგრძნება, რომ სამყარო და ცხოვრება არის უსამართლო და დაიჩაგრეთ, ძალიან დაიჩაგრეთ და თქვენგან იბრძოლეთ ამის წინააღმდეგ, რომ ის რესურსები გამოგეყენებინათ, რაც ქონდათ, არამედ ჩაყავებით ბოლომდე იმ ურესურსულობას, რომელიც ქონდათ და იყავით დაბეჭავებული, ჩაკეტილი და განიცდიდით აი სხვა ღმერთიდან დაწყებული ადამიანის დამთავრებული, რომ სხვები უფრო უყვართ ვიდრე თქვენ. ხო, ეხლა როგორ რეზონირებს და რეაგირებს ეს ინფორმაცია ამ ცხოვრებაში? აქ ჩანს, რომ თქვენ იქნებით ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეყვარებით, რის ხარჯზე? თქვენ არ გეცოდინებათ არას თქმა ამ ცხოვრებაში, ყველას სურვილს აუსრულებთ, ყველა თხოვნა შეუსრულებთ, თუნდაც დაზიანდეს თქვენი პიროვნება, თქვენი ენერგეტიკა, თქვენი დრო, თქვენი ბიუჯეტი, თქვენი რესურსი, თუნდაც არ გქონდეთ ამის რესურსი, ადამიანს აუსრულებთ ყველაფერს, რომ ოღონდაც კი ადამიანები თბილად მოგეყვნენ და ოღონდაც ადამიანები თქვენზე არ გაბრაზდნენ. პირველ რიგში ეს უნდა გამოასწოროთ, რომ სხვერპლი არ ახართ თქვენ. მსახურება ერთ-ერთი თქვენი მოწოდება ამ კარმიდან გამომდინარე. მით უფრო რომ თქვენ ცენტრში გითხარით, რომ საოცარი სიყვარულის ენერგია გაქვთ, თვითდაბადებული სიყვარული ხართ და ეს თქვენი მოწოდება, მაგრამ ეს უნდა გასცეთ, ყველაფერი რაც შეგიძლიათ უნდა გასცეთ და გააკეთოთ, როდესაც თქვენ ხართ რესურსული. არავითარ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ამის რესურსი არ გაქვთ. ანუ თქვენ უნდა იყოთ მსახური და არავითარ შემთხვევაში დაჩაგრული სხერპლად შეწირული ადამიანი. განსაკუთრებით ასევე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ გაკეთებულ სამუშაოზე ნუ გეშინიათ ფასის დადება. მოითხოვეთ, რომ ეს სამსახური ღირს ამდენი, რომ თქვენი ენერგიები დაბალანსდეს. სხვა შემთხვევაში ხომ წავა, ასე ვთქვათ, დაირღვევა ენერგიის ბალანსი. სხვათა შორის თქვენ მთელმა საგვარეულო ეგრეგორმა მოგცათ ეს ენერგია, იმიტომ რომ აი ეს დაამუშავოთ, დაგეხმარათ და მოგცათ დიდი ძალა, რომ იყოთ მსახური და არა შეწირული. ყოველთვის დაიმახსოვრეთ. არასოდეს არ დააზარალოთ თქვენი თავი, დაღლილი ხართ და აისვენეთ, მერე გააკეთეთ, საქმუშაოს გააკეთებთ, არ მოგერიდოთ, უთხრარით ფასი, თქვენი ღირებულება, იმ სამუშაოსი, ვიღაცას ცივა, კი, მიეცით მეორე ქურთუკი, რომელიც გაქვთ, არა, ოღონდ თქვენ არ დარჩეთ გაყინული და თქვენ, რომელიც გათბობთ, ის არ გასცეთ. ალბათ მიხვდით, რას გულისხმობ. მე უბრალოდ მინდა ვნახო სხვა დანიშნულებაში.
ხوار ფიგურირებს დიახ აი ზუსტად მამაკაცების და ქალების ანუ თქვენ ეს უკვე თქვი რომ უსწაზრო სიყვარულს გასცემთ და თქვენი ასე ვთქვათ შინაგანი ღირებულება არის და მოთხოვნილება რომ ადამიანებს იკეთე უკეთოთ ეს კარგია ძალიან კარგია ოღონდ არ დაიწვათ ამას გიხსნით ამის ძალა მოგცათ თქვენმა გვარმა მადლობა უთხარით თქვენ გვარს თქვენს გვარის ეგრეგორებს ნამდვილად რომ ასეთი დიდი ძალა მოგცათ სიყვარულის და მსახურების ოღონდ სულ გახსოვდეს რომ ეს არის მსახურობა და არა მსხვერპლ შეწირვა. მეორე რაც ყურადღება მისაქცევია, ეს არის კარგი ურთიერთობა დედასთან, კარგი ურთიერთობა ბავშვებთან და ზრუნვა საკუთარ თავზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე. გაითვალისწინეთ ეს აუცილებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარგი ურთიერთობა დედასთან, ბავშვებთან და ზრუნვა ჯანმრთელობაზე. და მესამე რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის რომ არა აყვეთ ცდუნებას მაგიისადმი შეიძლება იყოს მსგავსი ცდუნება შეიძლება არც იყოს ეს არ არის აუცილებელი რომ გქონდეთ მაგრამ შეიძლება გაგიჩნდეთ მსგავსი ცდუნება მაგიისადმი ასევე აი მას ადამიანს ეს ისტორია რაც მე მოგიყევით ცხადი არ ახსოვს მაგრამ ჩვენ გვაქვს მრავალი სხეული ფიზიკური სხეულის გარდა 7 სხეული გვაქვს და არსებობს მენტალური სხეული სადაც ემოციები იწერება და ეს ემოცია ახსოვს რომ როგორ არ გამიმართლა, როგორი უიღბლო ვარ, როგორ მაკლია სიყვარული და ნებისმიერ კრიზისულ მომენტში შეიძლება ამოტივტივდეს ეს შეგრძნებები და არ დაუჯეროთ ილუზორულია ეს შეგრძნებები თქვენ ყველას უყვარხართ, იმიტომ რომ ამატრიციდან ჩანს რა თქვენ უზარმაზარი სიყვარულის რესურსი გაქვთ და როგორ შეიძლება რომ ყველას არ უყვარდეთ. ეს რაც შეეხება კარმის კულტს.